მოკლედ პატარა გევი არ გამევიარე, რაფერაც იმერეთში იტყვიან და ჩავხედი აგერ კაცო. რიჟვაძე სამანტყობოში რო დევს ეს უკვე ცოცხალი გვამი ის მისულა რა, პრემიერად ყოფილი მდიდარი ღარიბაშვილი ამას. სორბონ დამთავრებული რესტორანში რო პოვრად მუშაობდა რა. ხო და მოკლედ ახლა ულიან იმ გვამს აქეთ-იქეთ იყურებიან და ეს რას გავს იცი? ეს გავს იმას რომ я своих людей не бросаю. აი ეს ზუსტად ეს ის არის რა, იმიტომ რომ ეს გაჭირვებული რიჟვაძე ითვლებოდა ღარიბაშვილის დებილად რა. არის ასეთი ფრანგული ფილმი, სადაც თითო სულელი რო ყავთ რა. ხო და მის სულელად ითვლებოდა ამის თქმა მინდა და ახლა მოკლედ ნუ ეს გვამი დევს და იქ ახლა მივადა ხო არ ჩაძახებს ჩუმად იყავიო რაღა ჩუმად უნდა იყოს. მოკლეს ღარიბაშვილზე კარგად არავინ არ იცის რომ ის გვამი აიკიდეს, იმიტომ რომ ზედმეტი წააჭარტალა. იმიტომ რომ ამათ აქ ერთმანეთში ვეღარ იყოფენ ფულს ხელისუფლებაზე დადებულები რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ფულს ვეღარ იყოფენ და გაგიჟებულები არიან, უნახავ რა ნახა, თქვენ არ გინახიათ ეს ხალხი როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. და რითი მოვიდა ეს ხელისუფლებაში, მე ვიცი ეგენი რითი მოვიდა ხელისუფლებაში. ბევრმა ჩემნაირმა იმის გულისთვის რომ სააკაშვილი დაგვესამარებია. გვეგონა რომ ელემენტარული ქვეყანას რაღაცა ეშველებოდა და ვიცნობთ რა ამ დედაატირებულებს რა სახეებიც არიან. 2 ლიტრი ბენზინის გულისთვის კლავდნენ 2012 წლამდე ერთმანეთს იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. და 2000 ლარის გულისთვის ოფისებში ერთმანეთს ერეოდნენ. ვიცი ეს იქ ვიყავით ამიტომ. უყურებდით ამოვლენებს იქ და რას იზამენ ახლა იქ ხელისუფლებაში მოსულები. ფაქტიურად სააკაშვილის ქონება ამათმა ყოფდა ბიზნესები ამათმა გადმოიფორმეს რა. თუ გაუყვეს გადმოინაწილეს რაც გააკეთეს და ახლა არიციან რა გააკეთონ, როგორ გაყიდონ საქართველოს. რითი გაამრავლონ, დაამრავლონ რა ბიზნესები შეკრან და აი ამას მიყვებიან ახლა რა. უკვე რამდენი წელიწადია ხელისუფლებაში არიან. ერთ მიწას 1000 ჯერ ხო ვერ გაყიდიან. აქ გადაყიდვა მიდის. და სხვები რომ მოიშორეს და დახოცეს უკვე ერთმანეთს ხოცავენ. Я своих людей не бросаю. აი ზუსტად ეგ ვარიანტია რა. რომ დაანახეს ყველას რა მოდის კლანის წევრებს, რომლის ბელადი ჩაიძირა ღარიბაშვილი. ახლა ღარიბაშვილი ეუნება რომ არა მე აქა ვარ და მე ხო მე შენ რო აქა ხარ რა. შენ ახლა უშველი რიჟვაძეს? შენ მაკრომიდი წერილი თუ გაქვს დაწერილი ჩემო ძმაო. წერილი. ბიზნეს სამადლობელი წერილი თუ გაქვს დაწერილი მაგ. წერტილი.